გამარჯობა, ჩემი სახელია ჰიტა და მე 160 IQ მაქვს. თუმცა ჩემი მოკლე ჭკუით ამ ვიდეოში ვეცდები გაგაოცოთ. გაჩვენებთ ძალიან საინტერესო რაღაცეებს. თავარია გამომყვეთ აზროვნებაში და იყოთ გულრწმფელები. ჩემი რჩევა იქნება, ეცადეთ ამ ვიდეოს უყუროთ დიდ ეკრანზე და ხელი არავინ შეგიშალოთ. შენ ახლა ხედავ ვარდისფერ ბურთულებს. მაგრამ შეჩერდი და შენი მთელი ყურადღებით დააკვირდი შუაში ჯვარს. ვარდისფერი ბურთულები გაქრა, ახლა კი მწვანე ბურთულა წრეზე ტრიალებს. შეგიძლია კიდევ ვცადო. თუ შოკოლადს ზუსტად ასე 5 ნაჭრად გაჭრი და ამ ნაჭრებს თანმიმდევრობით გადაადგილებ, როგორც აქ ხედავ, დაგრჩება ერთი დამატებითი ნაჭერი. შეგიძლია იყიდო შოკოლადი და სცადო. ეს მუშაობს. სოფლიოში არსებობს შოკოლადის ქარხნები, სადაც უამრავი ადამიანი ზის და ერთ ფილა შოკოლადს გამუდმებით ასე ამუშავებს. იმ ერთ ნატეხს შემდეგ ადნობენ. A few moments later. აქ არის 12 წერტილი. თუ სათითაოდ დააკვირდები, მართლაც 12-ვეს დაინახავ. მაგრამ აბა სადე, ყველა ერთად დაინახო. ადამიანთა უმეტესობა მაქსიმუმ 4-ს ხედავს. რამდენია შენი მაქსიმუმი? შენ ახლა ხედავ რაღაც ცილინდრში, როგორ დაფრინავს ჩიტი. თუმცა სინამდვილეში აქ ჩიტები გარედან დაფრინავენ. ახლა შენს თვალწინ ასოები გადაადგილდებიან. ასეც ნუმენდობი. აქ ფერები იცვლება და არა ასოები. გინდა შუათითით შექმნა ნამდვილი ოპტიკური ილუზია. ასეთი არა. პირველ რიგში უნდა იშოვო პინგ-პონგის ბურთი და შემდეგ გაჭრა. შემდეგ შეხედო შენს შუა თითს ზემოდან, ისე როგორც სურათზეა. შემდეგ ჩამოიცვა ეს პინგ-პონგის ბურთის ნახევარი და შეგექმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბურთი მთლიანია, ხოლო შენი თითი ჯადოსნურად დამოკლდა. კარგად დააკვირდი ახლა რასაც ხედავ. თუმცა თუ არ გითხარი, არ ამგონია მიხვდე, რომ რასაც ხედავ ეს არის პარალელური ხაზები. ხო, კიდევ ერთი რამ. ამას ეძახიან კაფის კედელს, რადგან ძველად ერთი კაფე მოხატეს ასე. რაღაც პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. აი ახლა ის მომენტია, როცა ყურადღებით უნდა მისმინო. ღრმად ჩაისუნთქე. შუაში 4 წერტილს უყურე, მთელი ყურადღებით. შემდეგ უცებ ზემოთ აიხედე და თვალები დაახამხამე. დრო წავიდა. ახლა შეგიძლია დააპაუზო ვიდეო და რამდენიმე წამი ან წუთი ჯობია შეისვენო. შემდეგი, ეს თვალი ეკუთვნის ადამიანს, რომელიც 100 წელზე მეტხანს ცოცხლობდა. თუმცა ეს თვალი საერთოდ არ არის. აბა გამოიცანი რა არის. უყურე. შენ ახლა გონია რომ სპირალს უყურებ, თუმცა აქ ჩვეულებრივი 4 წრეა. შეგიძლია ამ სურათს შეხედო ნებისმიერ ადგილზე. რამდენ ხანსაც გინდა და როგორც გინდა, მაგრამ ვერ დააფიქსირებ, ციმციმი არასდროს შეწყდება. თუმცა იცოდე, რომ ეს ჩვეულებრივი სურათია და აქ არაფერია მოძრავი. მოძრაობა მხოლოდ შენს გონებაშია. აი ახლა ჩაირთვება წამზომი და სურათის ცენტრში წერტილს 25 წამი უყურე. შემდეგ გადაიტანე მზერა ვინმეს სახეზე ან კედელზე. კომენტარებში დაწერე, რომელი მოგეწონა ყველაზე უფრო, ან თუ მოგეწონა საერთოდ. და თუ მოგეწონა საერთოდ, მაშინ იცი როგორც უნდა მოეპყრა არხს. ნახვამდის.